გამარჯობა, მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებ Daredevil Born Again-ის მეორე სეზონზე, რომელიც ახალი დამთავრებული არის და განვიხილოთ, ნახოთ რა ხდება, ან რა გადაწყვეტილებებს იღებს Marvel-ი საერთოდ ეხლა დღეს თავის სამყაროში. მანამდე არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. კაი, მოდი ეგრევე იმით მინდა დავიწყო, რომ Marvel-მა გადაწყვიტა, რომ მეთი და Wilson Fisk-ი წამოეყვანა ნიუ-იორკში და აქ განევითარებინა Netflix-ის სერიალის გაგრძელება. მაგრამ რატო გააკეთეს ეს არ ვიცი, ანუ რა იყო ამის მიზანი? იმიტომ რომ თუ ნიუ-იორკში წამოიყვანე ეს ორი პერსონაჟი და აქ უნდა განვითარდეს ეს სერიალი, ამ სუპერგმირებით გამოტენილ ქალაქში რატო მაინც ჩაკეტე ეს სამყარო? მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში წამოვიდა ორივე პერსონაჟი და ისეთ მასშტაბურ რაღაცებს აკეთებენ, რაც თითქოს ახლა მთელ ქალაქს ეხება, არ მონაწილეობენ სხვა ის პერსონაჟები, რომლებიც ასევე ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ყველაფერს რო თავი დავანებოთ Spider-Man-ი ხა ყველაზე აშკარა მაგალითი არის, იმიტომ რომ ანუ ფაქტობრივად გვერდზეობაში ძინავს და კაცი შვილის სხვა არის. რეები ხდება საერთოდ ქალაქში. Wilson Fisk-მა კომენდანტის საათი დააწესა, ვიჯილანტებზე ნადირობა გამოაცხადა, ანუ პირდაპირ ციხეში მიყავთ, ან კლავენ, რა ვიცი. Marvel-ს არ აქვს უფლებები, რომ Spider-Man-ი გამოიყენოს Disney Plus-ის სერიალში. ამის გამო არ შემოდის ეს პერსონაჟი და არაფერს არ აკეთებს. ჩემი აზრით ეს არის სრული სისულელე, იმიტომ რომ არ არსებობს რომ Spider-Man-მა ის გაიგოს და არაფერი არ გააკეთოს. ანუ აი როგორ უნდა გაამართლონ ეს არ ვიცი. ეხლა Spider-Man-ის ფილმი გამოდის და რა ვიცი, რა გამართლებას მოუძებნიან ამას და საერთოდ თუ შეეხებიან, არ ვიცი, შეიძლება ვაფშე დაიკიდონ რა ხდება ამ სერიალში. ამის გარდა კი ანუ მეხთამტეხლებში რა ხდება, ანუ მთელი ქალაქი რაღაც ჩრდილებში იძირება და Spider-Man მაინც არსად ჩანს, ანუ რა ვიცი, დასაკეთებს. ანუ ამ უუფლებობის გამო ძალიან საშინელება არის ეს. ანუ ან ისე უნდა წაიყვანოს სიუჟეტი, რომ რაღაცა მთელ ქალაქს საფრთხე არ დაემუქროს, ან მთელი ქალაქი რაღაც საშინელებაში არ გაიხდას. იმიტომ რომ თუ ლოკალურად გააკეთებ ამ ყველაფერს, კიდე გაამართლებ, რომ უკაი სიტყვაზე, რომ რაღაც ქალაქის ამ წერტილში რაღაცა მოხდა და იქით სხვაგან ცხოვრობს Spider-Man ქალაქის მეორე ბოლოს სიტყვაზე და რაღაც მანამდე მოგვარდა, სანამ იმამდე მივიდა იმ პერსონაჟამდე, მაგრამ ხო ასე არ არის. ზოგ პერსონაჟს ერთგან ვერ იყენებს, ზოგ პერსონაჟს მეორეგან ვერ იყენებს და ცალ-ცალკე ყავს, მიუხედავად იმისა, რომ გვერდ-გვერდ ცხოვრობენ. რაც ძალიან დიდი პრობლემა არის, მე თუ მკითხავ. არ ვიცი, როდის მოაგვარებენ ამას, მაგრამ იმედია მოაგვარებენ. თან ახლა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, კაი, ვთქვათ, გამოაცხადა Wilson Fisk-მა ეს კომენდანტის საათი და რა? ანუ ვისი ჭერს მერე? ფანიშერი გაიქცა რომ დაიჭირა, Daredevil-ს რა თქმა უნდა არ დაიჭერს, იმიტომ რომ მთავარი პერსონაჟია და ეგ რო დაიჭიროს სერიალი აღარ გამოვა. Defender-ების პერსონაჟები ვინც არიან, ეგენიც რა თქმა უნდა არ არიან ამ სერიალში, იმიტომ რომ უფლებებით თუ არა მაყუდის პრობლემა იყო ალბათ არ ვიცი. ერთადერთი Hawkeye სერიალიდან ამ პერსონაჟს დაათრევენ, რომელიც არავის არ აინტერესებს, ყველას ფეხებზე კიდია. თან ესეც რო გარბის, ანუ კაი ეს ერთი და ესეც გაიქცა, ანუ ამ ხელა რაღაცა გააკეთა Kingpin-მა, რახან უფლებები არ არის და მაყუდის პრობლემებიც არის დიდი ალბათობით, ისეთი პერსონაჟები ვერ შემოყავს, რომლებიც მართლა ვიჯილანტები არიან, მართლა რაღაცა სუპერგმირები არიან, ისეთები როგორიც არის Daredevil-ი, რომ დაიჭირონ. ამიტომ არის ეს გაუგებრობა და საშინელი ჩაკეტილობა ამ სერიალში. კაი, ახლა თვითონ მეორე სეზონზე გადავიდეთ და სიუჟეტი შევაჯამოთ მოკლედ. ახლა რა ხდება? მეთი და ქერენი რაღაც სამალავში არიან და იქიდან ოპერირებენ, ასე ვთქვათ. Wilson Fisk-ი კონტრაბანდის საშუალებით ცდილობს, რომ იარაღები შემოიტანოს გემით. და რა თქმა უნდა, ამის ჩაშლას Daredevil-ი ეცდება. და მთელი სეზონი არის იმაზე, რომ მეთმა რაღაც სამხილები შეაგროვოს და სასამართლოში დამნაშავედ ცნოს Wilson Fisk. გარდა ამისა, შემოდის კიდე ახალი პერსონაჟი, რომელსაც ქვია Mr. Charles-ი და აი ძველი Scooby-Doo-ს ფილმები ნანახი თუ გაქვთ, შეგის ვინც თამაშობს, მად ეგ ტიპი არის. ეხლა რა ხდება? მოდი ვიტყვი ისეთ რაღაცებს, რაც მომეწონა და არ მომეწონა ამ სეზონში ზოგადად. ანუ სიუჟეტს რო თავი დავანებოთ. პირველ რიგში, რაც უეჭველი უნდა ვთქვა, ის არის, რომ ბრძოლის სცენები მომეწონა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ Daredevil-ს ხედავთ ეკრანზე ძალიან ხშირად ფორმაში. რაც ძალიან კაია, იმიტომ რომ აი პირველ სეზონში რო შევხედოთ მაგალითად რაღაცა მაქსიმუმ 10 წუთი აცვია მთელ 8 სერიაში ფორმა და აი დატანჯული ვიყავი, რაღაც
იმიტომ რომ იქ კიდე ცალკე პრობლემები იყო, რაღაც გადამონტაჟებული რაღაცა დებილობა სეზონი იყო ჩემი აზრით პირველი, ცოტა მიფუჩეჩებული, მაგრამ ამ სეზონში უფრო რა ცოტა დაალაგებული არის სიტუაცია. კიდე რაც მომეწონა და რაც მახსენდება არის ფოგის და მეთის მოგონება რო არის წარსულში, როცა პოინდექსტერი დაჭრელი არის და ეკლესიაში ყავს მიტოვებული, უნდა წამოვიდეს, მაგრამ ეს გაახსენდება და მოწყალებაზე არის ამ მოგონებაში საუბარი. და კარგი იყო ჩემი აზრით, ანუ კი ეხლა მოკვდა პირველ სეზონში, პირველივე 5 წუთში, რაც ჩემი აზრით ყველაზე დიდი დებილობა იყო, რაც ამ სერიალმა გააკეთა, იმიტომ რომ დააბრუნეს ეს პერსონაჟი, ეს სერიალიც დააბრუნეს და თან ისეთი გახსნა პირველ სერიას, პირველ სეზონში, რომ გეგონება, რომ როგორც მინიმუმ ეხლა რამდენიმე სერია არ უნდა მომკვდარიყო ჩემი აზრით. ანუ შუა სეზონში მაინც მომკვდარიყო, ან თვითონ პირველი სერიის ბოლოს მაინც მომკვდარიყო, რომ რაღაცა კლიფჰენგერი ყოფილიყო სიტყვაზე, ანუ სეზონის ბოლოს, პირველი სეზონის ბოლოს მომკვდარიყო, ანუ ძალიან ცუდ ადგილზე, ცუდ მომენტში მოხდა ეს ყველაფერი და რა ვიცი, ხალხი კი ამბობდა, რომ რაღაცნაირად შეიძლება დაბრუნდეს, არ ვიცი რატო, რანაირად, მაგრამ ანუ ეგ რომ მოხდა, იყო ძალიან ცუდი, ძალიან საშინელება ჩემი აზრით. ეხლა მოდი ბულზაისაც შევეხოთ და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის და კარგი სცენები აქვს ამ სეზონში, განსაკუთრებით ეხლა ჩუბის სცენას გამოვარჩევდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგალითად აი სასადილოში სცენა ძალიან კაი იყო, აი სნაიპერთან მივა და იქ ეჩხუბება სხვებს, ძალიან კაი იყო ეგეც, თან რაღაცნაირად გადაღებული იყო ერთი სცენა, სადაც დანას ისვრის, ეგეც მომეწონა რაღაცნაირად კაი იყო. თან ეხლა ამ სეზონში კიდე ამ პერსონაჟზე იმას ვიტყვი, რომ უფრო დაბრენდილი იარაღებით მოძრაობს, იმიტომ რომ მეორე სეზონის პირველი სერია ისე მთავრდება, რომ გადაარჩენს მეტს სიკვდილს და დანას ხედავთ, სადაც ამოკაწრული არის რაღაცეები, ანუ დაბრენდილი აქვს თავისი იარაღები უკვე. ასე თუ ისე კაი არის, იმიტომ რომ რაღაცა რო ჩამოყალიბდა ეს პერსონაჟი, მოდი თავარზე ვილაპარაკოთ, ეს არის ფინალი. ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. დავიწყოთ იმით, რომ სასამართლოს სცენა არის ძალიან მაგარი, ძალიან კაი საყურებელი იყო. თან განსაკუთრებით ანუ გაკვირვება ეხა ამ სერიალში ძალიან რთულია რომ რამე გაგიკვირდეს, იმიტომ რომ თითქოს რაღაც ერთფეროვანია ყველაფერი, მაგრამ როცა ვინაობა გაამჟღავნა, მაინც და მაინც არ მოველოდი რომ ვინაობას გაამჟღავნები. ეხლა რა ხდება? სასამართლო პროცესში მეც სამხილები შემოაკლდა, რაღაცა მოწმეები შემოაკლდა, რომ უილსონ ფისკი დამნაშავე გაიხადა, ასე ვთქვათ, და ერთადერთი გზა დარჩა ის, რომ რახან გემზე თვითონ იყო როგორც დიარდევილი. ეს გამოიყენებინა. სხვათა შორის კიდე უნდა ვთქვა ის, რომ თითქოს უილსონ ფისკი ჭკვიანურად იყენებდა იმას, რომ დეარდევილის ნამდვილი ვინაობა იცოდა და რაღაც მომენტს ელოდებოდა და სასამართლოშიც აი თითქოს მარტო მეც რო ელაპარაკება, ეგ მომენტი რო არის, თითქოს ფისკმა უნდა გამოიყენოს ეს მეთის წინააღმდეგ, მაგრამ პირიქით მოხდა სინამდვილეში და აი ბოლომდე წავიდა მეთი, რომ აი ყველაფერი გაწირა იმისთვის, რომ მაინც და მაინც დაეჭირა ეს უილსონ ფისკი. თან კიდე კაი ეხა დოქტორ სტრეინჯი წასული არის, იმიტომ რომ რატო რა დეარდევილი მიადგებოდა და ამის მერე კინგფის სხვა გამოსავალი არ აქვს, ნუ იდეაში ორი ვარიანტია, კან უნდა წავიდეს ნიუ-იორკიდან ან ციხეში და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტს აირჩევს და გადაწყვეტს, რომ ყველა გაიგდოს, ვინც წინ შეხვდება. ეს არის ძალიან კარგი მომენტი კიდე. ანუ ფინალში ხდება ეს ყველაფერი და სასამართლოს სცენა ერთი ნახევარი ძალიან კაი, მეორე ნახევარი ძალიან დიდი, ხა მასშტაბური ბრძოლები ამ სერიალისთვის და უილსონ ფისკი და მეთი ერთმანეთისკენ მიდიან და რა ვიცი, ანუ სასწაულები ხდება და ამ ხალხის ვინც უილსონ ფისკისკენ მიიწევს არ მესმის, იმიტომ რომ როცა დაინახე რომ წინ ვიღაცა კედელზე შემოარტყა და მოკლა, გადი გაეცალე რა, ხო ხდები რომ ვერაფერს ვერ ძლივს ერთმანეთთან მივლიან მერე უილსონ ფისკი ზევიდან გადმოხედავს, მეთი ქვემოთ არის თავის მხარდამჭერებთან ერთად და საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ მეთი და უილსონ ფისკი შეთანხმდებიან იმაზე, რომ უილსონ ფისკმა დატოვოს ნიუ-იორკი და რა თქმა უნდა შესაბამისად მერობიდანაც წავიდეს და ამით მთავრდება, ასე ვთქვათ, მეორე სეზონი, მთავარი ძირითადი სიუჟეტური ხაზი. და კიდე ერთი სცენა არის, სადაც მეთი და კერენი სადღაც ბარში თუ კაფეში თუ სადღაც ხედან და მეთი რო ჩაიმუხლება, გეგონება რომ ხელი უნდა თხოვოს, მაგრამ სინამდვილეში პოლიციის ხმა გაიგონა იმაზე ადრე, ვიდრე ყველა დანარჩენმა ჩვენ მათ შორის
და ჩაიმუხლა, იმიტომ რომ პოლიციას დახვდეს და ბორკილები დაადონ ხელებს. მაყურებლის ბეითი იყო ეს მე მგონი, იმიტომ რომ რა ვიცი, კაფეში რო ზიხარ და ჩაიმუხლები გონია რომ ხელი უნდა თხოვო, ხო? პატიმრეს და Daredevil არის ციხეში ეხლა. მესამე სეზონი არ ვიცი როგორი იქნება. Jessica და Luke Cage არ მიხსენებია, იმიტომ რომ მაგათი სერიალები არ მაქვს ნანახი, რო ჩავხდები ხა დიდად არ მომეწონა და რა ვიცი, ამ სეზონში კი ქონდათ კამეოები. მაგრამ აქ რაღაც ეხა დიდად მაინტერესებდა თქო მოვიტყუები. შემდეგ სეზონებში უფრო დიდი როლი ექნებათო და ნახოთ. შეიძლება დამაინტერესოს. მოდი ახლა პრობლემებს მიუბრუნდეთ, რითაც ეს ვიდეო დავიწყე საერთოდ და აი ყველაზე ისეთი ზოგადი საკითხი რო ავიღოთ, ბოროტმოქმედები. ანუ ამ სერიალს ზოგადად ამ პერსონაჟის სამყაროს აქვს სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ აი რამდენი ხანი უნდა უბაგუნონ ერთმანეთს Wilson Fisk-მა და Daredevil-მა. აი რა ვიცი. Netflix-ის სამი სერიალი გამოვიარეთ და ჩემი აზრით საერთოდ იდეალურად დამთავრდა მაგათი დაპირისპირება და ეხლა საერთოდ ახალი პერსონაჟები უნდა გაჩითულიყვნენ ბოროტმოქმედების როლში, მაგრამ ისევ Kingpin-ი მოიყვანეს, ისევ მაგასთან მიდის ეს მთელი სიუჟეტი. ეხლა თითქოს ისე დამთავრდა მეორე სეზონი, რომ გაცილდნენ ერთმანეთს და იმედია რომ მესამე სეზონში ვინმე ახალს მოიყვანე. იმიტომ რომ ერთფეროვანია ეს სერიალი და მარტო Kingpin-ი და მარტო Daredevil-ი, ანუ სხვა არავინ აღარ არსებობს. არა და საინტერესო პერსონაჟი არის, თან შეიძლება უფრო მასშტაბური გახდეს Daredevil-ის სიუჟეტი. ანუ მოდი ვილენზე რო გადავიდეთ ახლა Wilson Fisk-ი. Wilson Fisk-ი არის Spider-Man-ის ვილენიც, მაგრამ უფლებების გამო ვერ იყენებენ ფილმში. თან მასშტაბი არ ეზრდება ამ პერსონაჟს, რახან Daredevil-თან არის ჩაკეტილი, იმიტომ რომ რახან Vanessa დაკარგა ახლა ამ სეზონში, რო უფლებები გქონდეს და Spidey-ის ფილმში გამოყენების საშუალება, Spider-Verse-ით Collider-ს ააშენებდა და რაღაც უფრო მასშტაბურ, რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკაში გადავიდოდა ეს პერსონაჟი და არა 24 საათი ისევ კონტრაბანდა და Daredevil-ს უბაგუნებდა, ქალაქში იყავი და ანუ მასშტაბი უნდა მიეცეს ჩემი აზრით ცოტა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა უკვე. ძალიან დიდი ხანი გავატარეთ ამ პერსონაჟებთან და ცოტა ზევით რო აიწიონ გვინდა. ეს მიმაჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამ სერიალს. და ეს გუგლს კიდე უფრო მეტად. ერთადერთი ხა დენიელზე რო ვთქვათ, თითქოს რახან დედამისთან ერთად გვაჩვენეს დაბადების დღის სცენა. ცოტა უნდა შეგცოდებოდა, მაგრამ ორი სეზონი არაფერი კაი არ უკეთებია და ეხა მოინდომეს რომ რაღაცა შეგეცოდოს ეხვეწები რა. და მისტერ ჩარლზის შეგვიძლია ამათ ქვაბში მოვხარშოთ, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს. თითქოს ვიღაცა ძერსკი ტიპი შემოიყვანეს, რომელიც Wilson Fisk-ს ყველაფერს უბედავს და იღადავება და მთელი ამბები თითქოს ძალიან მაგარი ტიპია, მაგრამ მთელი სეზონი ჩანს 3 წუთი მარტო და რა ვიცი. ეხლა ამ სეზონის ბოლოს Poindexter-ი მიუჯდა თვითმფრინავში და იმედია სადღაც გაღმამარელზე გაიყოლებს და არავის არ უაინტერესებს მოკლავს იმედია, აღარ გამოჩნდება აღარასოდეს. ან თუ გამოჩნდება კიდე წესიერად საინტერესოდ შემოიყვანა პერსონაჟი, ანუ დებილური ორწუთიანი კამეოების ვილენები არ მომწონს. კაი, მოდი გვეყოფა, მოდი დადებით და უარყოფითი მხარე და რო შევაჯამოთ, ჩემი აზრით საკმაოდ ისეთი საშუალო დონის სერიალი არის, არაფერი განსაკუთრებული, მით უმეტეს რომ ცოტა ერთფეროვნების პრობლემა აქვს ამ სერიალს, რომ ახალს თითქოს არაფერს გვთავაზობს და განსაკუთრებული არაფერი არ არის ისეთი, რაც ნანახი არ გვაქვს აქამდე თვითონ Daredevil-ის სერიალში, ანუ სხვა ფილმებზე და სერიალებზე აღარ ვლაპარაკობ. და ჩაუჯდები გაერთობის სიამოვნებ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ეს სეზონი თან, იმიტომ რომ პირველი სეზონი შეიძლება არც გაგისწორდეს, ცოტა ისეთი მიჩეჩებული სეზონი არის, მაგრამ ეს ცუდი არ არის. გაგისწორდება, ჩაუჯდები ასე შემდეგ. და მოდი აქ მოვრჩეთ, იმიტომ რომ მე მგონი საკმარისად ვისაუბრე. შემდეგ ვიდეო მინდა რომ Voice-ზე გადავიღო, ეხლა ხანს მორჩა მაგის ფინალიც და ძალიან ბევრი სალაპარაკო მაქვს, რეები მოხდა ვაფშე მანდ. მანამდე არ დაგავიწყეთ, რომ თქვენ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და დამიტოვეთ კომენტარები თქვენ რას ფიქრობთ ამ სეზონზე, როგორ მოგეწონათ და თქვენ რა არ მოგეწონათ. ნახვამდის.